რობერტ ქოჩერიანი მოდის ხელისუფლებაში და მთლიანად შემდეგი ესე იგი პრაქტიკულად 2000 წლიდან 2018 წლამდე სანამ სერჟ სარქსიანი და რობერტ ქოჩერიანი ერთი გუნდის ნაწილი არიან მთლიანად აბარებენ SS-მის რუსეთს მოკავშირეობა სომხეთის სახელმწიფოს რუსეთისთვის აბარებენ მთელ ეკონომიკას მათ შორის ფორმდება ესე იგი შეთანხმება რომელიც გულისხმობს ქონების გადაცემას ვალის სანაცვლოდ და ეს ვალი დაუგროვდა სომხეთს აი ამ რუსეთთან ურთიერთობის შედეგად მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შედეგად თუმცა სამხედრო ტექნიკა აღმოჩნდა რომ არის არა მხოლოდ დაძველებული, არამედ უბრალოდ შეუძლებელი მისი გამოყენება, ანუ ჯართი იყო მიმართული რეალურად სომხეთში, უძველესი ჯართი. და ამის შედეგად მთელი ეკონომიკის, აქ არის ატომური ელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურები, საწარმოები, მაღაროები, რკინიგზა, ანუ ყველაფერი საერთოდ გადაეცა რუსეთს, მთელი ეკონომიკა გადაეცა რუსეთს. სომხეთში შეიქმნა ავტორიტარული მმართველობა მთლიანი სისტემის გავლენა მოექცა სწორედ რუსული გავლენის ქვეშ და პრაქტიკულად ამ პერიოდში მოხდა რა გაღარიბება სომხეთის მთლიანად